საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქტივისტ და კოალიციაცვლილებისთვის წევრის პატიმრობაში მყოფი საბას ხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით ხვიტარიძე ისევე როგორც სამოქალაქო პროტესტების ათეულობით სხვა მონაწილე დაისაჯა, იმიტომ რომ ის რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში და მათ ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. განცხადების თანახმად საქმე აღიქმება როგორც პოლიტიკური ანგარიშწორება ოპოზიციური აქტივისტის მიმართ და ასახავს სისტემურ პრობლემებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერს, სიყალბის მასშტაბი, რომელიც პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს მიერ იქნა დაშვებული, საბას ხვიტარიძის საქმეზე მიუთითებს, რომ ის ცინდისის პატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რადგან ეფუძნება ბრალდების საეჭვო მტკიცებულებებს, მათ შორის პოლიციელების სრუჩვენებებსა და გაურკვეველი წარმოშობის არაავთენტიკურ ვიდეო მასალას. მთლიანად უგულებელყოფს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ბრალდების გამაბათილებელ მტკიცებულებებს და ამდენად ეწინააღმდეგება სამართლის იმ პრინციპებს, რომელზეც მოსამართლემ თავად მიუთითა თავის განაჩენში. სასამართლომ ვერ დაიცვა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპები, უდანაშაულობის პრეზუმპცია, მტკიცებულებათა შეფასების მიუკერძოებლობა და ეჭვის შემთხვევაში ბრალდებული სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე უგულებელყო ინფორმაციას ხვიტარიძის პოლიციაში ფიზიკური ძალადობის შესახებ. სასამართლომ განაჩენის საფუძვლად გამოიყენა პოლიციელთა იდენტური და ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩვენებები, ფოტოსურათით ჩატარებული ამოცნობა და სოციალური ქსელებიდან აღებული ვიდეო ჩანაწერი, რომლის წარმომავლობა და ავთენტიკურობა არ დადასტურდა. ვიდეო მასალაზე აღმოჩნდილი პირი არ არის საბას ხვიტარიძე და სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუშვებელი მტკიცებულებები დაუდო. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა დაცვის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ხვიტარიძის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ. საბას ხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებენაჭყებიამ 3 სექტემბერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით ხვიტარიძე 2024 წლის 4 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე სასტუმრო თბილისი მერიოტთან პოლიციელ მირიან ქავთარაძეს თავს დაესხა და თავში ხელკეტის მსგავსი საგანი ჩაარტყა. აქტივისტს სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებოდნენ. თუმცა პროკურატურამ აღიარა, რომ დაკავებულს ვერ ეცოდინებოდა, რომ პირბადითა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მირიან ქავთარაძე პოლიციელი იქნებოდა. ამიტომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა. საბას ხვიტარიძის თქმით, ის დაკავებისას და მის შემდეგ წამებისა და არაადამიანური მომხრობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც დაზარალებულადაცაა ცნობილი, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ.